ქართული ოცნება არჩევნებში მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გახსნის. ოპოზიციური ველიდან კი სულ უფრო ხშირად ვისმენთ აღიარებას, რომ ხელისუფლების ოპონენტებს არჩევნებში გამარჯვების რესურსი არ აქვს. პარალელურად პროტესტთან დაკავშირებით ისმის განცხადებები, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებში კოორდინაციის პრობლემაა. თემაზე საუბარს სოფო ბერიძე განაგრძობს. ოპოზიციური ელექტორატი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იმედგაცრუებულია, ეს კარგად გამოჩნდა გუშინ მათი ნაწილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით, რა დროსაც ისინი წუხდნენ, რომ ვერ შეძლეს და ვერ დააორგანიზეს საპროტესტო აქცია ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად. ასევე პარალელურად ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ვისმენთ აღიარებებს იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი არჩევნების გამართვის შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების რესურსი არ აქვთ. არჩევნებისთვის ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადების შესაბამისად ემზადება მხოლოდ გირჩი და გირჩში დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის თქმის საფუძველს მათ სწორედ ოპოზიციური პარტიების ნაწილის აქტივობა აძლევს. ნაციონალური მოძრაობა კვლავ ამტკიცებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაუშვებელია და ასეთივე ნაბიჯისკენ მოუწოდებენ ისინი სხვებსაც. ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას და დარწმუნებული ვარ, არც ერთი დემოკრატიული, პროდასავლური, ნორმალური პოლიტიკური ძალა არ მიიღებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ეშნიათ, რომ ბულინგი დაიწყება, ბულინგს ვერ აიტანენ და მით უმეტეს მათი პოზიცია არ იქნება თანმიმდევრული და ამის გამო ელოდებიან, რომ იქნებ ვიღაცამ პირველმა გამოაცხადოს, ის დააბულინგონ და მე უკვე ამ ფონზე თვითონაც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ რომ თავიდანვე ცხადი იყო, რომ შეიძლება ყველა არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ბევრი მათგანი რომ ემზადება და არც კი განიხილავს არჩევნებზე უარის თქმას, ისეაც ცნობილი იყო და კულურავად ხო მით უმეტეს ამაზე ლაპარაკობ. აი, ბევრ მათგანში ვის გულისხმობთ? ნუ გასაგებია, რომ გახარი არჩევნებში იღოს მონაწილეობას. ასე არ უთქვამთ, მაგრამ ლელო რეგიონებში შტატის და რეგიონულ ორგანიზაციებს აძლიერებს. ახლების კი რაღაც რეგიონებში აძლიერებენ, რისთვის გაურკვეველია. ქართული ოცნება კი არჩევნებზე მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში სწორედ ქართული ოცნება გაიმარჯვებს. რაც შეეხება ოპოზიციური ველიდან გაჟღერებულ განცხადებებს და მოსმენილ აღიარებებს, ამ აღიარებების მოსმენა ქართულ ოცნებას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მათ ოპონენტთა ნაწილს ჯანსაღი აზროვნების უნარი დაუბრუნდა. ადგილ თვითმმართველობის არჩევნებში შევდივართ მრავალმხრივ გაძლიერებული შევდივართ საზოგადოებისგან მხარდაჭერის მხრივ. ეს თვეები გამოდგა ძალიან კარგი ლაკმუსის ქაღალდი და ამ მხრივ ალბათ ოპოზიციასაც მადლობა ეთქმის, რომ ბოლომდე დაანახეს საზოგადოებას რამდენიმე რამ. პირველი, ისინი ერთადერთი, რასაც ისინი სთავაზობენ საზოგადოებას, რომ ისინი იქნებიან უცხო ძალების მითითებების ყურმოჭრილი შემსრულებლები. მათი მთელი საქმიანობა დაკავშირებული არის ხან კონგრესმენ ვილსონის განცხადების კომენტირებაზე, ხან ევროკომისიის პრეს-მდივნის მოადგილის თანაშემწის ძღოლის განცხადების კომენტარზე. თავარია უცხოელმა თქვას რამე და უცხოელის ნათქვამი არის მათთვის ბიბლიაც, სახარებაც და ყველა სხვა წმინდა წერილიც. აი ესეთ ოპოზიციასთან და ასეთ NGO სექტორთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს არის გარკვეული აღიარებები, გარკვეული გააზრებული აღიარებები იმის, რომ რეალურად მარცხისთვის არის განწირული რადიკალიზმი პოლიტიკაში. თვითმმართველობის არჩევნები იქნება კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის წარმატებას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას უჭერს ხარს და არა რადიკალიზმს, არა მაედანს. ოპოზიცია უკვე არის იქ, სადაც არის, ეს არის პოლიტიკური სანაგვე. ეს არის ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა საქართველოს ამომრჩევლების და ელექტორატის მხრიდან. რეალურად ეს რადიკალური ოპოზიცია, მისი ადგილი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე არ არის.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 5 თვე დარჩა. ოპოზიციურ ველზე შეიძლება ითქვას სრული ქაოსია, ოპოზიციურ ელექტორატში კი დიდი იმედგაცრუება. პარალელურად უკვე გამოჩნდნენ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ღიად და საჯაროდ აღიარებენ, რომ არც ერთ არჩევნებში მათ ამ ეტაპზე გამარჯვების რესურსი არ აქვთ. ქართული ოცნება კი როგორც უკვე ოფიციალურად ითქვა, არჩევნებზე მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. მადლობა სოფო, ქრონიკის პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა.